თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ფიზიკაში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მედიცინაში რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. ქართველ სპეციალისტებთან ერთად კონფერენციას უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ. მათ განიხილეს კონფერენციის ძირითადი თემატიკა, სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული დაცვისა და ბიოსამედიცინო კვლევების აქტუალური საკითხები. თემა არის ძალიან საინტერესო, ეს არის სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია. მოწვეული ყავს ქართველ მომხსენებლების გარდა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან, უცხოელი ძალიან ავტორიტეტული მომხსენებლები, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი კვალი დატოვეს ამ სფეროში, არამედ სტანდარტები დაამკვიდრეს. მოგეხსენებათ დღეს საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა, რადგან ძალიან ბევრი მეთოდები დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემოვიდა მედიცინაში, რომელშიც გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის რადიაციული აქტივობების, რენტგენის სხივები და ასე შემდეგ. და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მეთოდი მაქსიმალურად ისე იყოს გამოყენებული, რომ პაციენტი იყოს მაქსიმალურად დაცული.